მადლობისა ხალხო ესენა როგორ ამაკ. მოგესალმებით. ვედიერ დღეს გისურვებთ. ჩვენთან არის 10 საათი. ეხლა მივდივარ ავიღო ნომერი, იმიტომ რომ ქართული ნომერი არ ამიღია ჯერ. მე მივდივარ ბაზართან რაღაც საქმეები მაქვს, გოგოები ვასაუზმე გემრიელად, დალიას რძე. ამ დილასაც მომთხოვეს ყიყლიყო, რატომღაც. ამჯერად ბაგეტით გავუკეთე, გუში რო ვიყიდე. გამოვიდა ძალიან გემრიელი და ჭამეს ბანანთან და იოგურტთან ერთად. ხო და კარგად დანაყრდნენ და დედაც 7 გულით მიდის საქმეებზე და იმედია ყირაზე არ გადავლენ. წავედი მოკლედ. დღეს ქორწილში ვართ. როგორ გადაჩეული ვარ ქორწილებს და ამბებს. რამდენი წელი ეცით ქორწილში არ ყოფილა. წავედი. სველითმით მივდივარ სალონში, თმა უნდა დავივარცხნო. დილით რო გავედი, ვიყავი თეთრამღვიმეში, გავიგე პირობები, სადაც უნდა ვატარო ევეკო და მაგას ცალკე ვლოგი მინდა მივუძღვნა. ალბათ ორშაბათიდან გავალთ და დავიწყებთ სიარულს. მე ვიყავი ბაზარში, ვიყავი აფთიაქში, ვიყიდე ტელეფონის ნომერი, ვიყიდე ყავა, დავჯექით სივრტბასთან წყნარად ვშვიდათ და მივირთვი ჩემთვის და მის მერე ვარ სახლში. ხან იმას ვეტაკე, ხან ამას ვეტაკე, მაინც ვერაფერი ვერ გავაკეთე და ეხა ვაბანავე გოგოები, ვიბანავე მე. ხო და აი მე ხალხს ვერ ვცნობ ღმერთო. ახალი მეზობლები მყავს და არ ვიცი ზოგიერთი ვინაა და არ მინდათ რომ შევრცხვეთ ან. ხო და მაინც ვესალმებით ერთმანეთს. ხო და წავედი ახლა მე სალონში თმა დავივარცხნო და მერე ვაიმე ვინო ყველასი მეზობელი ვნახე. ხო და მერე მოვალ გოგოებს ჩავაწყებ, გაჩვენებთ კაბებსაც, როგორი ფრუფრუ კაბები მუქირავე. ცხელა და ათენში საჩამოდის, მაგრამ სიცხეა. წავედით. სიმართლე გითხრათ, მესარება ქორწილში წასვლა, მაგრამ ვიხარია რომ ნათესავებს ვნახავ. კოღოებმა შემჭამენ ამასობაში. ესე გამოიყურება ჩემი დასწორებული თმები. ხომ გითხარით, არაფერს განსაკუთრებას არ ვაპირებ თქო. უბრალოდ ჩამოვისწორე და მორჩა. სიცხე არის სასწაული. ამიტომ რაც არ უნდა გავიკეთო. გაგიმარჯოს. არ ვიცი ვინ ახარ, მაგრამ მაინც. ფერცობ ხალხს მანქანებით. ხო და ეხა მივალ სახლში. მოვწესრიგდები. გოგოებს მოვაწესრიგებ. მასაც ცოტა შევისწორ შემოვისწორებ. და მე წავალთ 6-ისთვის. უნდა ვიყოთ რესტორან რეროში. ჩუგა. ჩუგუნა. ცოტა ამბებია. ჩვენ სალტუყოში. დრონცი შემოტრიალდი. მაგწან შენი თავი? ნელა. აი დანიკუნაც, რატო ხაში არია. აქეთ მოდით, ცოტა რომ დაგინახოთ, მოდით აქეთ. დრონციკუნები. წავედით ქორწილში მოკლედ. აი მე როგორი გოგოები არიან, ვარო დაჯი. დანი ნუ ჭუჭყურებ, დანი, რა გაჭუჭყურებს გოგო? რამდენად გამოვჩნდები ახლა, მაგრამ მე გამოვიყურები აი ეს. ესეთი ბაჩებიც, რომელიც დედიკომ მიყიდა. ბუთუნიებო.
ჩაფუთნული ვარ ამ დილით, იმიტომ რომ საკმაოდ სიგრილია, წუხელ წვიმდა, გუშინ გვიან დავბრუნდით ქორწილიდან, გოგოებს უკვე მანქანაში დაეძინათ და გადმოვიყვანე და პირდაპირ დავაწვინე საძვალში, იმიტომ რომ აზრი არ ქონდა რომ გამეღვიძებია, ფეხზე ვერ დგებოდა ორივე და მოკლედ საოცარი დრო ვატარეთ ქორწილში. აი, სასწაული და ეს მონატრებული ნათესავებთან ერთად ყოფნა, დროის გატარება, ჩახუტება, მოფერება გოგოებს. აი მე სასწაული დრო ატარებინეს რა ჩემმა ბიძაშვილებმა. ხელის გულზე ატარენო რო იტყვიან. იმდენი იცეკვეს, იმდენი ეფერეს, იმდენი სითბო და სიყვარული აჩვენეს, არ ვიცი, ძალიან მაგარი იყო, ვიცეკვეთ, სასწაულის სუფრა იყო, აი უგემრიელესი, ძალიან დიდი ხანია ქორწილში არ ყოფილვარ და აი ამდენად კმაყოფილი თუ დავბრუნდებოდით, მართლა არ მეგონა, მართლა ძალიან მაგარი იყო. მე ალერგია მაქვს, როგორც მატყობთ ახლა. მოკლედ უზომოდ კმაყოფილი ვარ. არაფერი არ ჯობია შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნას და დროის გატარებას და მით უმეტეს ქორწილი და სამხიარულო და სასიხარულო სუფრა რო არ იყოს საერთოდ. ძალიან მაგარი იყო. გოგოებს საოცრად უხდებოდათ კაბები. მალევე გამოვუცვალე. წაღებული მქონდა ტანსაცველი, ისე უბრალო კაბები, რომ თავისუფლად ყოფილიყვნენ. ერთადერთი მოსაცმელების წაღება, ანუ ფიქრობთ, რომ მოდი ჟაკეტებსაც წაუღებ ყოველ შემთხვევაში თქო და მე სხვა რაღაცაზე გადავიტანე ყურადღება და სულ დამავიწყო და ნერვიულობდი, რომ არ შეცირდეთ თქო, მაგრამ არ შეციებიათ, გადასარევად გრძნობდნენ თავს. სადაც არის რესტორანი რერო, იქვე არის ის ენიდრესი, საიდანაც მქონდა ნაქირავები, კაბები და როგორც კი გამოუცვალე, მანქანაშიც არ შემინახავს კაბები, პირდაპირ მივუტანე და დაუტოვე, მეთქი ბარე, მაქავარ რო ჩამოსასვლელი არ ვიყო ხვალისთვის თქო და ამაშიც გამიმართლა ერთი სიტყვით. ძალიან მაგარი იყო, აი სიტყვები არ მყოფნის იმდენად მაგარი იყო. რომელიღაცა ამოვიდა ეხა ზემოთ. ესე იგი არ მაცლიან არაფერს, არც ყავის დალევას, არც ოთახიდან ოთახში გასვლას, არაფერს საერთოდ. ვერ მომაგდეს ჯერ. ხო და ამ ხრივაც გამიმართლა რა, აღარა ვარ დღეს წასასვლელი კაბების დასატოვებლად და ვის ტუფლებით ძალიან უხდებოდა ევე. თუმცა იმდენად მიჩვეულები არიან ევე განსაკუთრებით ეს თავისუფალ ჩაცმას, ცოტა არ იყოს აწუხებდა ეს კაბა, მოწონდა მისი თავი, ძალიან იპრანჭებოდა ჭკუაზე არ იყო მოკლედ ესე პრინცესულად რო გამოიყურებოდა. მაგრამ მე მაწუხებსო იქ ზურგი მეფხანებაო ესო ისო და კი გამოუცვალე და მე უკვე უფრო თავისუფლად იყო. ევეკომ შეაფასა ქართული სუფრა 10-დან 100 დაუწერა, ყველაფერი გასინჯა. ტიპიური ქართველია რა. ზურას იმდენჯერ ველაპარაკეთ, სულ და გული აქეთ ქონდა. არა რა ვქნათ. ესეთი ამბები გვაქვს. წესით არ იგით დღესაც დაპატიჟებულები ვართ, მაგრამ დღეს ვეღარ წავალთ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჯერ თავიც არა მაქვს. მე მეორე სახლში მინდა ცოტა რომ დავლაგდე. რაღაცები გავაკეთო, ჯერ ჩანთიდან ნივთებიც არა გვაქვს გამოლაგებული წესიერად. მარტო რაც გვჭირდება უცებ რომ ვიღებთ ჩემოდნენ, არა, გოგოების ტანსაცვალები დალაგებული მაქვს, ჩემი არა მაქვს ჯერ დალაგებული. ხო და ეგრე მოკლედ. ესეთი ამბებია. დღეს დავლაგდებით. მე მარკეტში გავალ, ოღონდ მოგვიანებით კარაქერზე ესეთ რაღაცები მინდა რომ ვიყიდო. ხო და გუშინ ვეღარ ჩავწერე ვერანაირი ვიდეო. არაფერს თავი არ მქონდა პირდაპირ მოვწესრიგდი და გავეშურე დასაძინებლად და გუდასავით გვეძინა სამივეს. აქედან დაგემშტოვებთ ახლა. მშვიდობიან დღეს, ღამეს, გისურვებთ გააჩნია, როდის უყურებთ და შევხვდებით, რა თქმა უნდა, მომავალ ვლოგში.